დავიწყოთ ახალი ვლოგი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? იმედია ხართ კარგად და იმედია გაქვთ განწყობა იმისთვის, რომ რამდენიმე წუთი ჩემთან ერთად გაატაროთ. ეს ვიდეო ცოტა აჯაბსანდალივით გამოვიდა, მაგრამ მიუყვეთ. ეს და წინა ვლოგი არის რამდენიმე დღის ნაზავი, ასე ვთქვათ და რაღაცნაირად გადავყავი, ასე რომ შეიძლება რაღაც ნაცნობ კადრებსაც წააწყდეთ. Сива. საშინელის ცივია. გავაცუნცულე დათა სკოლაში და უკარო მოვბრუნდი, გამოვიარე მარკეტში. წამოვიღეთ ბუბუს საფენები. ხელსახოცი. ძველი ხელსახოცი. და ძველ ხელსახოცებს ზოგადად ჭამ. ესენი რომელსაც ასევე გადასარევად ვიყენება, ისე უცებ რომ მოვწმინდა ხოლმე და გავისროლო. სკბილის პასტა წამოვიღე, რომელსაც საერთოდ ვერ ვეგუები და ეხლა სანამ შეკვეთა მოვა აღარ არის ეს კიდევ ეს ხელსახოცები. ეს ძალიან მომწონს. ჩამჯდარი ცხიმებისთვის გადასარევად ვიყენებ რა. სამზარეულოს ჭერის ჩამოხეხვა მინდა. ხო და ეს ყველაზე კომფორტულია, მიასხურებ და ძალიან მარტივად წმენდ. ესე დავი მაღლა და დიდი დღას რო ხეხო, მაგის ნერვები მართლა არა მაქვს. და აღარც ფიზიკურად შემიძლია შემოგევლე. ასაკს თავისი მიქონებია კი. ხო, კარტოშკა იყო. აქვე ბინასთან ლარად და ამოვაცუნცულე. შვენიერი ფასია ლარი და ძალიან კარგი დაყოფილია. აშკარად რა ვთიგარიდან კარგი ჩანს და მოკლედ აი ამ ყველაფერში გადავიხადე 65 ლარი. არ არის ბევრი ისე. ეს საფენები მთელი თვე ყოფნის 30 ცალია და ზუსტად ყოფნის 1 თვე, მაქსიმუმ 4-5 თვე დაგვაყოდეს ხოლმე. ესეც მთელი თვე ყოფნის. და რაც შეეხება ამას დეკემბრის დასაწყისში ვიყიდე, წინაზე ვიყო მთლიანი ბოქსი. ხოლოდ ეს დამიმთავრდა. ყავა მინდა სასტიკად და წყალი არ გვაქვს. ახლა რომ თქვა ხშირად ხდება ხოლმე, არა ნამდვილად. მარც მახსოვს. უნდა ჩავერბინო ახლა. ესთვის ველოდები კომპანიონს. მოვაცუნცულე წყლები. თაადგა მაღაზიებში, მარკეტებში წყალს ძალანა მეტანი. არ ვიცი, ჩემთან არ მოვიდა შეტყობინება თუ არ გამოგზავნეს გაფრთხილება და არ ვიცი, მე რო ავიზლაზნე დილით უკვე აღარ იყო და ჩაიდანში იყო ჩატოვებული ძალიან ცოტა წყალი და ისიც ბუბუს დავალევინე. კიდევ კარგი ჭურჭელი მაინც არ მაქვს და სარეცხი. და აქ იმას არ ხედავ გორას, თორე გული დამარტყამდა. აი ამიტომ მიყვარს ხამეთ არ ეცხვა. უბრალოდ ხამით ჭურჭელის აი შეიძლება სახი დავტოვო თავდაყირა. მაგრამ ჭურჭელი ნიჟარაში არ უნდა იყოს არაფერი. ძალიან უნდა მოვკვდე რა, რომ ეგ იმავე საღამოს დათას კლასმა იგუგუნა და ჩვენც რა თქმა უნდა გავედით დაიშალნენ. ესეთი საზღარი ქარი იყო და ახლა რაღაც ჩაწყნარდა და სადღაც ხორ გავწალწალდა ვფიქრო. თითქოს არ მინდა სახლში. კარგი იყო დათა? კი. კარგად გაერთე? ხო. ეგის დღე იყო წინა ვიდეოში რომ გეუბნებოდით დათას ვდიე მთელი დღე მეთქი. აი ზუსტად მართლა მთელი დღე ვირბინე და თითქმის ვერაფერი ვეღარ გავაკეთე. ეს უკვე მეორე დღე. ამ დროს აყრილი მქონდა, არა რომ დაურბოდი მაშინაც აყრილი მქონდა უკვე სამზარეულო და თან ვალაგებდი, თან ვის შეა, ვის წყურია, ვის დაბანაუნდა, ვის გამოცვლა და მოკლედ 1000 ჯერ გავჩერდი, მაგრამ რაც მთავარია გავედი ბოლოში და მე შედეგი მომწონს ძალიან. დავედით? ავშვიდი? ხო. ოჯახი რო ხრამია ვიცით. არა ასეთი ყოველდღიური პროდუქტები, არაფერი განსაკუთრებული და პირდაპირ ხელაგი პასტა. მაცივარი უკვე გავწმინდე. ახლა გამოვედით, რომელი საათია? 7 საათია და ახლა მოვრჩი სიარულს. დღეს 6 გაკვეთილი ქონდა დათას. 6 საათი, 6-ის ნახევარზე მოვიდა. მე გოგოებმა ვაბირჟავეთ. როგორც კი მოვედით, სანამ გამოვიცვლიდი და საქმეს დავიწყებდი, რაც გვაკლდა რაღაცა
ყველაფერი ბარემ მომეტანა. მე მგონი რომ ისეთი აღარაფერი აღარ გჭირდება. გიორგი მათემატიკაზეა. სკოლაში არ არის ეს 2 დღე, რაღაც ახველებდა. არ გავუშვი. ძალიან ცუდია მინდი იყო, საზღარქარი იყო და შესწივდა ეთყობა. არაფერი არ ჭირს უბრალოდ ახველებს და მაინც რა ძალა იყო. შენ მაგარი ხარდი და პატარა რო იყო, როგორც კი ვიტყოდი, რომ არა, რამდენი ხანია აღარაფერი აღარ მქონია. ვაიმე, ეს იქ დამთავრებული არ მქონდა სიტყვა, ან იმ საღამოს გაბაბანებულიყო, ან მეორე დღეს. ვაბუქებ, გეფიცები ხარვაბუქებ. მორის რაღაცო მიგებია. აიწყო უკვე ექსკურსიების სეზონი და რაღაცა ესე იყო რა. შენი. მოხვედე. ხوار გახვედა. ერთი მოგედა. აჰა, კაი. რაო მარინა. რაღაც მოვიცუდი რაღაცა. აგიხსნა? კაიგე. ახალი თემა არის. იმდენჯერ მოუწია მათემატიკის გაცდენა, იმას მასწავლებელი შემხვდა. ბავშვებს რომ უნდა დავხედროდი და ამას რომ უნდა დავხედროდი. სტოპ ეჟიბრწვა. იმდენად ცოტა ჯერ იყო. გადავაწყე ჭურჭელი, რომელსაც აღარ ვიყენებ, სეზონურია, უფრო საახალწლო ნივთები იყო ძირითადად და გადავინახე. ასევე ის ჭურჭელი, რასაც უფრო დიდი დატვირთვა და ხშირი გამოყენება აქვს, მოვაჭოჭე წინ, რომ რაღაცნაირად მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, ასევე შევინახე ბურღულეული, გავავსე კონტეინერები თუ გადავავსე. და ნუ ეს ძირითადი მარაგები და პროდუქტები. თუ სულ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ზედმეტი ნარჩენები არ იყოს, მაგრამ არა რა, ერთი გემრიელი დალაგება მაინც ძალიან ხშირად ჭირდება თითოეულ სათავსოს. Rogoni aru dalagებული გაქვს, აი ბოლოს რომ მორჩები საქმეს და გადახედავ, ხვდები რომ აშკარად განიმუხტა და ამოისურთქა. სამზარეულოდან გავიტანი ასევე ჩემი მცენარეები, სულ რამდენიმე თითებზე ჩამოსათვლელად რომ მაქვს. გავიტანი აივანზე. აი ვიცი, კარგად არიან, კარგად გრძნობენ თავს, მაგარც ცივა ახლა ისე იმდენად. ველოდები რომ კარგი ამინდი გამოვიდეს, რომ არც ქარი იყოს, თან თბილოდეს, რომ შევღებო ჩემი აივანი შესაღებია. ძალიან ბევრი წლისა მე გაივანი არის გიორგის ტოლი. 12-13 წლის წინ გავაკეთეთ და მეტი აღარ შეგვეღებავს. ძალიან არ არის გაფუჭებული, მაგრამ მაინც ერთი ხელი შევლება უნდა საღებავი მაქვს და ველოდები მხოლოდ ამინც ბარემ შემოვურბინო და ძირითადი გეგმები წელს მე მგონი ამოწურული მაქვს უკვე დავასრულე. ამასობაში სასწავლო წელიც გადის ფინალისკენ.
ერთი სული მაქვს, ხო, განარაღა დარჩა და ერთი სული მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ვერც კი ვიაზრებ, რანაირად გაბიდა თუ გაფრინდა ეს ერთი წელი, აი ვერც კი ვხვდები იმდენად თვალის დახამხამებაში და მოკლე დროში გაძვრა. სადღაც გაძვრა, მაინც უკვე მართლა ერთი სული მაქვს დასრულდეს, რომ დავისვენო ფსიქოლოგიურად, მორალურად და საერთოდ ყველანაირად. ხუმრობდი გუშინ ჩემ მეგობართან ერთი თვე მაინც სახლიდან გარეთ არ გავალ. საერთოდ არ გავალ გარეთ თქო. რას თამაშობ? Brawl Stars. აი ამას. Brawl Stars. ხედა? ეს ბოლო ორი ვიდეო იქნება ესეთი აჯაფსანდალი. მოკლედ დავასრულე მე ჩემი სამზარეულო. ვიცი, არც კი ვიცი გაჩვენეთ თუ არა საბოლოო შედეგი, გადავღებე კიდეც ის კედლები. იმიტომ რომ იდეალური სითეთრე ვერ მივაღებინე და ამიტომ საყოფილი ვარ. ეს დაიშალა და რანაირად ოღონდ არ ვიცი. მინდა მოვიცალო ამისთვის. ავაწყო თავიდან ჩემი სახლუკან. ეს არის საათი. სამზარეულოსთვის. მეტა როგორია. არ მინდა რომ გამიცრუდეს იმედები. ილო და 400 იყო წონა. და წონა რო დავინახე კიდე გულმა დამარტა. მომატყუეს? ილო 400. წონა ცივდენი მოუწია საკმაოდ. მეცეს ფერსაცმელი ალბათ და შენი აგიოს. ეს ჩები არა. ეს შენია, რა кайფერებია. მიუვედი, მიუბალანსები. არის ჩემი ფავორიტი. აია, იონასი ფაინერ არბილია, დედიკო. მომეწონა. აქ წვრილმანებს აღარ გაჩვენებთ და ძირითადად ეგ იყო პრინციპში ბავშვების ფეხსაცმელების საათი და ძირითადად უკვე ბუბუს აქსესუარები. ჯები აბარათების გარდა, კარგად ბონუსად ბერგო აი ეს ვიღაცის ამანათი. ვაიმე ეს არ არის ჩემი ამანათი. მივწერ მე რომ სხვისი ამანათია, ეს არ არის ჩემი. მივწერე პოსტას, ფოტოც ჩავუგდე რომ ჩემი არ არის და თუ მოიკითხა იცოდეთ მეთქი რა ვიცი შაბათ-კვირა დაემთხვა და ჯერჯერობით არაფერი მოუწერიათ ვნახოთ. 2 ცალია სათვალე ხალხო. 2 ცალი არ გამომიწერია. მამა ერთი ჩემი იქნება. გოგოსია დედა რა იქნება შეიძლება მაგიზე. გაგიდები პირდაპირ უნდა გადავამოწმო. მეთქი გავთი შავ კამერას ტელეფონში შევამოწმო რა გარაფი. არა მეტი არაფერი არ აქვს. რაღაცები მაკლია მგონია, ვერ ვიხსენებ ეს ეტია შემიძლია დამახსოვრება. რაღაც აიბლანდნენ რა იყო.
ვერ მოვითმინე და გადავამოწმე, არა, ჩემი ყველაფერი ჩამოსულია, ყველაფერი ადგილზეა, უბრალოდ ცოტა სედმეტობები გვაქვს. აი, ასეთი გამოვიდა ჩემი საათი და სამზარეულოც, მგონია რომ სივრცე კიდევ უფრო გაიზარდა, დაგშეღებილი ჯერ კიდევ არ მქონდა კედლები და ახლა ბევრად ბრდღბიალებს და ქათქათაა და მართლა ძალიან დიდი სივრცე გამოიჩნდა, სად ვიყავი აქამდე, ანუ რა ძალა მედგა, არ ვიცი. საათიც მომწონს, ვფიქრობ რომ მოუხდა ძალიან. პატარ-პატარა დეტალები რაც მქონდა გასაკეთებელი ბარემის ის დავამაგრე და რადგან ბარემწებო მქონდა გაცხელებული დავიწყე იმ ჩემი დანგრეული სახლის აშენება დაშალა 9 ჯერ მოარტყა ბურთი სანამ არ გაასწორა მიწასთან თავის დროზე კი ავაწყე ინსტრუქციის მიხედვით მაგრამ ახლა ვეღარ ვიხსენებდი სად რა ქონდა ისე იყო დაშლილი რაც გამოვიდა სახლის ფორმა კი მიიღო მგონი რაღაცები ავრიე მაგრამ არაუშა ბარემ აქვე დაგემშვიდობებით, გავიდეთ ბოლოში, ნახევრად მძინავს და ისე ვადება ახლა ხმას. ტკბილი ძილი მინდა გისურვოთ თქვენს, ვისაც ახლა ამ ღამეს შეგხვდებათ ეს ვიდეო. ვისაც არა და ბედნიერი ახალი კვირა მისურვებია ჩემო ძვირფასებო. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებთ ხოლმე. მომავალ ვიდეომდე.